ქართული სოფლები ჩვენ გვაქვს ასეა თუ ისე რამოდენიმე გადაღებული და ვიცით როგორი პირობებიც არის საცხოვრებლად. საკმაოდ რთული პირობებია, სადაც გაზი, დენი, წყალი და რაც თავარია გზები არის ძალიან ცუდი და ძნელია ადამიანისთვის ასეთ პირობებში ცხოვრება და ბოლნისის რაიონში ძალიან ბევრი სოფელი არის აზერბაიჯანული. აზერბაიჯანელები მე გადაღებული არ მაქვს სოფლები და მინდა დღეს რამოდენიმე სოფელში მივიდეთ და გავიგოთ თუ როგორ ცხოვრობს აზერბაიჯანელები საქართველოში თავიანთ სოფლებში, სადაც 100%-ით დასახლებულები არიან, მხოლოდ აზერბაიჯანელები, ქართველები არ ცხოვრობენ. აი სოფელ სამანეთში ვართ ახლა. პატივცემული აზერბაიჯანელი ადამიანი, ადგილობრივი მოსახლე. აი სახლი. Вы здесь живете, да? Иногда. Иногда. А где вы живете? В России. В России? Да. სოფელ მამხუთში ვართ ახლა და აქ ძირითადად მოსახლეობა მე როგორ შევატყვი არის. აი მესაქონლეობით დაკავებული და მიწას ამუშავებენ, ხეხილს რგავენ, ატამი, ვაშლი, იბრები კი არის. ლიავი მოყავთ და სოფელი მამხუთიც არის აზერბაიჯანელებით დასახლებული. ესე იგი აზერბაიჯანულ სოფლებში ახლა რაც გამოვიარეთ, ეს მესამე სოფელია და ყველგან არის ასვატის გზა გაკეთებული სოფელშიც და სოფლამდეც თავისთავად ცხადია. და ყველა სამივე სოფელი არის ცოცხალი. ხალხი რაღაცას მოძრაობს, შრომობს, მუშაობს, აშენებს, კაი დიდი სახლები შეკვდა გზაზე. ანუ ერთი სიტყვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სოფლებს აზერბაიჯანულ სოფლებს პატრონი ყავს, რომელიც უვლის რა. ვერც ერთ მიტოვებულ სახლს ვერ ნახავ. ყველა სახლში რაღაც ფუსფუსი მიდის, მშენებლობა, მუშაობა. მოვედით სოფელ კუდროში. გამარჯობათ. ჯერჯერობით ვიცი, ზაფხულში მოვლენ. შაბათ-კვირას მოდიან. ანუ ხალხი ამოდის, ხო, ცხოვრობს ჩვეულებრივად. ქართველები? არა, სომხები. სომხები, ხო? ჩვენ ამოვიარეთ ახლა აზერბაიჯანული სოფელია ქვევით და ბებრები სულ წავიდნენ იმ ქვეყნად. ახალგაზრდები ქალაქში, სკოლა არ არის, სadzეთკისოდი არ არის. რა ვქნა? პირდებიან, რა ვიცი. ყოველ იმაზე პირდებიან არჩევნებზე. 2 კილომეტრი ნახევარი უნდა გაეკეთებინათ, ფული არ ყოფნის, ახლა კილომეტრი ნახევარს გავაკეთებთ. როდის გააკეთებენ, რა ვიცი. წყალი გვაქვს გაყვანილი ტყიდან, მოდის ბასეინი გზებით. იქაც წყარო გვაქვს. გაგა ბოლნისის რაიონმა გააკეთა, მაგრამ მარნეულის რაიონი ჯერ არაპირებს გაკეთებას. ეს დენი მოდის ბოლნისიდან თურმე. კი, დენი ბოლნისიდან მოდის. გამარჯობათ. გამარჯობა, სომხური კოფე ახლა მე გავა. კარგით, გაიხარეთ, ყავას კიდავლებით. აქ რამდენი ოჯახი ცხოვრობს ახლა? ახლა 3. 3? მეოთხე დაემატება მარტში, დარჩება აქ. დანარჩენი მიდიან მოდიან რა. სამუშაო არ არის, არაფერი არ არის. ვისაც პენსია აქვს, კიდე რაღაცას აკეთებს აქ, ცხოვრობს, უნდა. იჩალიჩებს, მაგრამ თუ პენსია არ აქვს, ჯამაგირი საიდან აიღოს? აი, რას ჩალიჩობენ მაგალითად? რა თქმა უნდა. მაგალითად რა არის საჩალიჩო აქ? საჩალიჩო საქონელი, ღორი, ქათამი, ბაღი, ბაეკ, ხეობა რა. ჩვეულებრივი სოფლური ვარიანტი. ო, გზები არ აქვს. გზებია პრობლემა. გზებია პრობლემა, მარტო გზებია პრობლემა. განაჩენი კიდე რაღაცაა. მეგობრებო, ეხლა ვიმყოფებით ბოლნისიდან არის სულ რამოდენიმე კილომეტრში აზერბაიჯანული სოფელი, რომელსაც ქვია ქვემო ბოლნისი. სოფელში არის მეჩეთი, სკოლა არის, ბაღი, საბავშვო და მე მაინტერესებს ეხლა თუ შეიძლება მეჩეთშიც მინდა რომ შევიდე და ადამიანებსაც გამოველაპარაკო. გამარჯობათ. კილოცავთ ახალწელს, რაოს დაესწარით, ბედობას.
Თქვენ am сопельში цхор. Вы по-грузински не знаете, да? Вы живете в этой деревне. И здесь в основном живут только азербайджанцы, да? Грузины не живут никто. Армяне, никаких грузин. Вот у вас здесь я вижу и дороги хорошие, и, наверное, свет есть, газ, все есть, да? нормально. Здесь уже 500 лет в этой деревне живут азербайджанцы, да? А вот эта хорошая дорога в деревню идет, это кто сделал? Это правительство сейчас сделали или давно, 10-20 лет тому назад? Сейчас сделали. 3 года назад. 3 года тому назад. Вот я хочу сейчас посмотреть мечети. Можно для меня зайти в мечети? Почему нет? Можно, да? И снять на видео тоже можно. Спасибо большое. Егер ადამიანი იძახის რომ 500 წელიაო ამ სოფელში. ცხოვრობენ აზერბაიჯანელები. საკმაოდ დიდი სოფელია. შევიდეთ მეჩეთში. ეს მეჩეთი, მეგობრებო, როგორც მე ვიცი, აშენდა დაახლოებით 15-20 წლის წინ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. გზებიც არ იყო ამ სოფლამდე მოსასვლელი გზები ნორმალური და გზებიც გაკეთდა. საკმაოდ კარგ პირობებში ცხოვრობენ ჩვენი აზერბაიჯანელები. ეხა სოფელ გუდალეთში ვიმყოფებით, მივახლოვდით ძველ სამონასტრო კომპლექსს, სადაც ღვთისმშობლის ეკლესია არის შიგნით მე-13-მე-14 საუკუნეში აშენებული და დავათვალიეროთ ეს ძველი ადგილი და ამის შემდეგ გუდალეთის შემდეგ მივდივართ ძველი ნასოფლარია, საიდან არის ნეტარ შესასვლელი. აი ამოვედით სოფელ ვარჯაანში. ზედა მხრიდან მივადექი ეგერ სახლს. ადამიანი აშენებს, 11 ადამიანი ამოვა და აშენებს სახლს. მაგას რა ჯობია, რაც ნაკლები მიტოვებული სოფლები იქნება ჩვენ ქვეყანაში. რაჯო, აი პატიცემ, გამარჯობათ. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? კარგად. გავიცნოთ ახლო მოდი. ავას მოგართმევთ. თქვენ სულ აქ ხართ თუ ზაფხულობით ხართ ხოლმე? ზამთარშიც ხავართ კი. ზამთარშიც აქ ცხოვრობთ. მე პირობები არ გიჭირთ აქ ცხოვრება. ეხლა ერთი კვირით ამოვდივართ, მივდივართ, აი ეგრე ზავუკერობა. იყოს, ნუ შეწუხდებით. ხავართ ხოლმე, გვიან შემოდგომამდე. მე ზამთრის პერიოდში დეკემბერშიც ამოვდივართ, რა ვიცი. და გზები რა? აი ამ გზებზე როგორ ამოდიხართ ხოლმე? არ ჭირს. ესეთი საშუალებები რომ მანქანები გაჭირვებით ხანი. დენი გააქვთ? დენი არა გვაქვს. დენი არა. აი რაფია იმას. მზის ენერგიის ისინი როლა ბატარეები რა. ეგ მზის ენერგია დაგიყენეს თქვენ? თუ გინდა რაღაცის აშენება რაღაცა ძალიან ძნელია ტრანსპორტირება, აი სამოზიდვა, მასალები. გაჭირვებით მოკეთებთ ყველა. ამ ფეხითაც სამოსულვართ, როცა გუდალეთიდან? დიახ. სადაც მოსულა მანქანა, მე იქიდან რა ვიცი, ზამთარშიც კარგია ხაურობა. ყოველ სეზონზე ძალიან ლამაზია. გვიყვარს ჩვენ აქაობა ძალიან. აი რო გიყვართ, იმიტომაც აკეთებთ ამას, ეს ძალიან კაია. იმედი გვაქვს დიდი, რომ რაღაცა პრივილეგიები, რომ მთავრობა დაგვეხმარება და გზას გავიგებთ. და ისე რავი, ხა გზაზე შევიტანეთ განცხადება, რომ გზა გაგვიკეთონ და იმედია, რომ რა იქნება სინათლეზეც მოგხედონ, არ ვიცი, რა როგორ. თან ახლა უნდათ ძალიან ბევრს უნდათ, რომ გქონდეს საშუალება, სახლი გქონდეთ, ერთი ოთახი მაინც, რომ ზაფხულობით მაინც ამოვიდნენ და ბავშვები რომ დაასვენონ. კასპში მოგეხსენებათ თუ ვიცით და გაგებული გექნებათ ცემენტის ქარხნებია ძალიან ბევრი და დაავადებულები ვართ ბრონხებით და მერჩევნია რომ ბავშვები წამოვიყვანოთ და ამისთანა კარგად გზზე სათნა დაასვენო როცა გაქვს მაგის საშუალება. ამოდით და ვეპატიჟებით, ამოდით ისეთი კარგი სოფელი გვაქვს. კი, არ არის, პირობები არ არის და მაგიტო ცოტა იკავებენ თავს რომ აი პირობები არ არის, მაგრამ მაინც ვინც ამოდის ძალიან კმაყოფილი რჩება, რომ ძალიან კარგი გუნება, სილამაზია, ჰაერია, წყალია. და რა ვიცი. გაიხარეთ, დიდი მადლობა. ეს არის ერთ-ერთი გზა სოფელ ვარჯაანში. აქა-იქ შეგხვდება სოფელში ესეთი მიტოვებული, აშენებული პატარა ქოხების სახლები და
აი ასეთი გრანდიოზული სახლებით. მიუხედავად იმისა, რომ ძნელად ამოსასვლელი გზა არის, მაინც მთავარი მონდომება თქვი და ხალხი აი აშენებს, ახერხებს სახლების აშენებას. ღმერთმა ხელი მოუმართოს, კარგია. დილამშვიდობის მეგობრებო, ჩვენ ამ ადგილას სადაც დღეს ვიმყოფებით, დაახლოებით დეკემბერში ვართ ამყოფები, მაგრამ დითოვლობის გამო ვერ მოახერხეთ ამ სოფლამდე ასვლა. ეს სოფელი არის დუშეთის რაიონში, ჟინვალის წყალსაცავიდან დაახლოებით 12 კილომეტრია. ეხლა მეგობრებო, ვიმყოფები დუშეთის რაიონში, მივდივართ ერთ-ერთ მიტოვებულ სოფელში, ზემო ხორხში გვინდა ავიდეთ, ზამთარში ვიყავით, მაგრამ ვერ ავედით სამწუხაროდ და მივადგით ასეთ მონუმენტს. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი არის ეს. რამდენი ადამიანი ყოფილა ამ ხეობიდან და ამ სოფლებიდან მეორე მსოფლიო ომში დაღუპული. აქ არის ფაცხა, გადახურული იყო ეს ზამთარში, მაგრამ ქარმა მოხადა სახურავი. წყაროა კიდე აქ ეგერ სუფთა წყალი, წყაროს წყალი. მშვიდობით ძმებო, 92 წელს დაიღუპა. ცოტა ხანი შევისვენებთ და გავაგზავნებთ ახლა ჩვენ გზას ზემო ხორხისკენ. აქ ვერ ამოვედით? იმიტომ რომ სუყინული იყო. ხო, მიდი ცოტა. კაია, კაი, ცოტა ჩადი უკან ეგრე ვერ ამოვედი. აუ, აქ ყინულია ბიჭო. აუ, არა, ზურა, არა. აქ სუყინული ყოფილა. ახე გაყინულია სულ. ეხლა ვიმყოფებით ჩვენ დუშეთის რაიონში, ერთ-ერთ ძალიან დიდი ხნის წინ მიტოვებულ სოფელში, რომელსაც ქვია ზემო ხორხი. ზუსტად ეხლა ვერ ვიტყვი, როდიდან არის სოფელი დაცლილი და დაცარიელებული, მაგრამ აი სახლის შენობებზე ეტყობა, რომ აქ აიხანი არავინ აღარ არის და ეს სახლები არის სულ დანგრეული. ადგილი არის არაჩვეულებრივი. ყველა მხრიდან არის მთები, ტყეები, ტყეებში ჩაფლული, ტყეში ჩაფლული სოფელია. და უგზოობის გამო და იმის გამო, რომ აქ არანაირი კომფორტი არ არის, არც დენი, არც წყალი, არც გზა. ბოლო-ბოლო ხალხმა დატოვა ეს ადგილი. 5 სახლი ვნახე, ბაბუ, მეტი სახლები არ შემხვედრია. და ასევე სოფელი ავენისიდან არის ამოსასვლელი ზევით მთაზე კიდევ ერთი მიტოვებული სოფელია არაჩვეულებრივ ადგილას. ლანდშაფტი არის ძალიან სერიოზული სოფლის მეურნეობისთვის და გარდა ამისა შეუძლია ადამიანს აქ აგარაკი წააშენოს, იმიტომ რომ ახლოს არის ჟინვალთან და ამ ადგილზეც მინდა მივიდე, გადავიღო და ვნახო რა ხდება და როგორი სიტუაცია და როგორი გზა არის ასასვლელი საერთოდ ამ ადგილამდე. აი გზა. ამას თუ გზა ქვია. ჩვენი მანქანა ავა და სამხედრიანი მანქანა და სხვა მანქანა შანსი არ არის აქ რომ მოვიდეს. და მივადექი მეგობრებო ამ ტყეში აი ასეთ სახლს, რომელსაც ეტყობა რომ არის ძალიან ძველი აშენებული. ესე იგი, რას წარმოვიდგენდი რომ ასეთ უკაცრიელ ტყეში იქნებოდა აი ესეთი სახლი. აი ხნის წინ მიტოვებული. კიდევ რაღაც შენობა. მაინტერესებს წელი თუ აწერია. რა ხდება ზურა მომწდება? ეს გამოშვების თარიღი მაინტერესებს ახლა ამას. 2005 წელს ვიყო აქ ვიღაცა
და მიირთვა ტომატ პასტა აზერბაიჯანული. აქ სავარაუდოდ არ ვიცი, სახლი იყო ეს საცხოვრებელი თუ პირუტყვს ინახავდნენ, აზრი არა ვარ. ყოველ შემთხვევაში ახლა ამჟამად დანგრეულია, ჩამოშლილია ჭერი. შეღობილი კი იყო თავის დროზე, სეტკა არის ეგერ, სეტკის ღობია გაკეთებული და აქეთაც მიდის ბილიკი, მინდა ბილიკს გაუყვე და აი ხა მივდივარ ამ ორ ღობეში და ასე მგონია სადღაც 200 წლის წინ მოვხვდი რა, ისეთი სიწყნარია. არანაირი ცივილიზაციასთან შეხება რო არა აქ ამ ადგილს. ეხლა ვართ გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ლუთხუბამდე, გვინდა რო ავიდეთ და მანამდე არის პატარა სოფლის ნასახლარი, წინამხარი ქვია. სანამ ლუთხუბამდე ახვალ დაახლოებით 2 კილომეტრში არის გადმოსახვევი. წინამხარისკენ და შემოვედით. აი ეს ამხელა გრანდიოზული დიდი შენობა არის სოფელ წინამხარში. რა ფუნქცია ჰქონდა ამ შენობას? არ ვიცი. აქ რა ხდება? ცხვარი? ცხვარის ის არის ბეწვები. კი, აშკარად ცხვარია. ხო, ბესო, ქვევით ჩანდით ეხლა ეკლესიასთან და დამელოდეთ იქ და ჩამოვალ. აბა დროებით. მე ფეხით ჩავისეირნე, ფეხა ჩვენ სოფელ ლუთხუბში ვართ, მეგობრებო. ანუ განვითარდა ეს სოფელი 2014 წელს ჩატარდა, აღრიცხვა 23 ადამიანი იყო დაფიქსირებული ამ სოფელში და დღეს ახლა მე როგორც ხედავ აქ საკმაოდ ბევრი ხალხი ცხოვრობს. იმიტომ რომ ცენტრალური გზიდან ახლოს არის, დაახლოებით 4 კილომეტრი იქნება და თვითონ შიგნით სოფელშიც კარგი გზა არის. გაჭირვების გარეშე შეუძლია ადამიანს იაროს ამ გზაზე. როგორც ჩვენი ხეობა იყო მეცხვარეობის სრაფია დარგია განვითარებული და ეს ცხვარი გაქრა 90-იანებში მე საბჭოთა კავშირს დაიშალა როგორ თოვლდადნე ცხვარიც ესე გაქრა და დღესდღეობით არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვეღარც ახალი მას იწყებენ ეს ხალხი და ამიტომ დატოვა სოფელი ხალხი მაგრამ ზამთარში რომ 2-3 ოჯახი რჩება გზა ვიკეტება ხან შუქი არ არის რა თქმა უნდა არა გვაქვს ტელეფონი არის ტელეფონი აი ადგილები უნდა ეძებო თუ აქედან იქიდან ვერ დაგირეკავთ შუქი თორმართვა ინტერნეტი გვაქვს ტელეფონი ხო არა პარადოქსი ტელეფონი ინტერნეტი არის ადრე მაგთი ფიქსი ქონდა ვისაც გააუქმეს ვითი ბაისარგერობით ასე მიგეხარს აი რა უნდა გაკეთდეს მაგალითად რომ ზამთარშიც ეს სოფელი არ იცლებოდეს ხალხისგან და აი იქ მუდმივად რო ცხოვრობდეს ადამიანი თქვენი აზრით ტურიზმი მაგალითად მე ახლა ინჟინერიკოს შედეგები გავაკეთებდი საბაგიროებს რომ მქონდეს თანხები აქ ისე მოვაწყობდი რომ შვეიცარია მოგონებული იქნებოდა ისეთი ადგილებია რომ გახვილეთ ხეობები ეს ატყევდა ის ველები რაც იყო სახნავსათესი გაუვალი გახდა სადაც ჩემი ბავშვობა 5-6 წელსაც მიტანტალი ახლა ამ ხელაკაც ვეღარ გავდივარ წარმოიდგინე და ბევრი აი ესე პირველ რიგში ტურისტს განვითარებდი ასე რაღაცა აი ეს სამკურნალო სცენარები სტარგი ეხლა ეს ვიღაცას ხო ექნება ამისი სცენარების ცნობა უნდა და სამკურნალო ბევრი რაღაცა შეიძლება ფუტკარი შეიძლება ავარია ტელეფონი და შუქი მაინც უნდა იყოს რომ ამან ტყופი რო გახდეს აქ აი 1-2 ჯიელი ცხოვრობს პენსიონერები თუ ვინმე არიან ამან ტყופი აი რო გახდეს ავადა ვერ დარეკავს ხო უნდა დარეკოს ხოლო სასწრაფოში დარეკოს წაიყვანონ მაგრამ ვერ დარეკავს თუ შუქი არ არის და აი ის ტელეფონი იყო მაგთი იყო თუ რა იყო და ისაც მოგვისპეს ვიხდით 20 იყო მე 25 გახადეს ეხლა 30-ია მგონი თუ 25 ინტერნეტი ხო და არც არის შუქი რო გამერთობა ის კი რა თქმა უნდა ინტერნეტიც გამოით ხო და აი ეგეთ
წვალებაში არის სოფელითა და გუდამაყარიცა. ხა თუ არ იმუშავე, თუ არ ისრომე, თუ არ იწვალე, რაღაც ხომ და მოიმარაგოს ზამთრისთვის. მით უმეტეს ახლა როცა ასაკში არის ადამიანი, როცა უკვე ცოტა უკვე იმ ასაკშია პენსიები აქვს, რა თქმა უნდა, მაღალმთიანი რეგიონის სტატუსით. მაგრამ თუ არ მოამარაგე ახლა ფქვილი გინდა ის გინდა გზები იწმინდება, იყო პერიოდი, რომ საერთოდ გზა არ იყო, ჩაიკეტებოდა ნოემბერში გაზაფხულამდე. ეხლა არა ღვთისწყალობით რასო ეხლა ყველანი მთელი ზამთარი ასუფთავებენ ისა შუქი გვაქვს სინათლე არის შეშაზე პრობლემაა კიდე რომ უნდა დანომრონ უნდა ისაქნან ტყეში ცხოვრობდა ტყეს ვერ მიეკარები ხო ჩვენ უფრო ის მოჭრა შეშის იმდენ რა უნდა მოჭრა რო ტყე გაანადგურო ხო იმდენს მოჭრაც გეყოფ ამა ჩვენ ვფრთხილებით ამ სოფლის ხალხი სხვას არ უშვებთ აქ პირიქით ტყემ გადაუარა იმ ამოუშვას აი სუველები და ვაკეები იყო, მაგრამ ეხლა კი ტყით არის ასე. ეხლა გაზეც ამბობენ რომ გაზ შემოიყვანენ, ეხლა გაზ თუ შემოიყვანენ, რა თქმა უნდა, idеალური სითბო როცა გაქვს, მომარაგებული ხარ შემოგევლე. ალე ჩვენთან არ არის მარტო გაზი. გუდამაყარი რატო ქვია მართლა ამ ხარეს გუდამაყარი? მაყარო დაავიწყდა გუდა, მაშინ გუდები დადიოდნენ მაყარები. აი მაგალითად მაყარში რო წავიდონ, მაყარი ხო იცით რა თქმა უნდა. ხო, მაყარი ვიცი. კი, და მიდიოდნენ გუდით. გუდა რა, ტყავისგან შეკედი. დათვრა ეს მაყარი იქ, სადაც მაყარში იყო, მოდის უკან. და ეს ავიწყდება ეს გუდა და დაუძახა ვიღაცა გუდა და გავიწყდა მაყარო. დაუძახეს გუდა მაყარი. აი აქედან მოდის ეს გუდა მაყრის. ეგეთი ისტორია არის. ეგეთი ისტორია არის, რა ვიცი, როგორ ჩემამდე მოაღწია და აი, გაიხარეთ, დიდი მადლობა. ისე თქვენ როგორ კაცს ვსწავლდებით? ციკლაური. ციკლაური. ძირითადად ციკლაურები არიან, ხო, ამ სოფელში? ციკლაურები ამ სოფელში და აქციაურები. ანთაურებიც არის. ეხლა ბაკურხევში მივდივართ, მეგობრებო და გზად შეგვდა ასეთი წყაროს წყალი და მინდა გავსინჯო როგორ წყაროს წყალია და გეტყვით შემააზრს. ცივი იქნება კაი არა? არაჩვეულებრივი გემო აქვს. მინერალური წყალია, თავისებური რაღაცა გემო დაჰკრავს, მაგრამ ძალიან გემრიელი და ძალიან ცივი წყალია. ძალიან მაგარ წყალია, აგი კიდე მოვიდნენ ხალხი ამ წყალს. რამოდენიმე სახლი შეხვდა გზაზე და იმ დასახლებას ქვია ბაკურხევი და ოდნავ ზევით, დაახლოებით 500-600 მეტრში უფრო ზევით, ანუ ბაკურხევი არის 1870 მეტრზე ზღვის დონიდან და იმის ზევით მიდის კიდე გზა და ამოდის საკერპო ქვია. და რამდენიმე სახლი არის, სხვათა შორის კარგად გაკეთებული, ახლად შერემონტებული სახლები არის, 1-2 შემთხვევა, დანარჩენი მიტოვებული სახლებია რა. 1900 მეტრზეა ზღვის დონიდან და არაჩვეულებრივი ჰაერია, კარგი ბუნება, გზა როგორც ყველა ასეთ მაღალმთიან რეგიონში არ ვარგა არაფრად გზა. და სხვა კარგია, ჰაერი კარგია, ჰავა კაია, სიჩუმეა, სიწყნარია. დასახლება ეხლა მე ამას სოფელს ვერ დავარქმევ, ეს არის პატარა დასახლება, რაღაცა საკურორტო ადგილივით არის რა. და ეგერ ქვევით ჩანს ბაკურხევი სოფელი. აი ეს არის ძველი სახლი. აი ძროხები. პოჩოლები, ძროხები ისვენებენ. იქითაც არის აი ეს შერემონტებული სახლია, აქ ცხოვრობს ალბათ და იქით დავინახე კიდე პატარა კოტეჯი. მინდა ეხა ჩავიდე იქაც. აქაც შეიძლება ეხა საკურორტო ზონის გაკეთება. აი როგორც მაგალითად ბახმაროში აგვისტოში ადის ხოლმე ხალხი ისვენებს, ხო, არაჩვეულებრივი ჰაერია და ბუნება. იგივე აქაც 1900 მეტრზეა, ბახმარო ოდნავ ზევით არის ზღვის დონიდან, მაგრამ აი ხა მზეში დავდივარ. ეხა 3 საათი დაიწყო, მაგრამ აბსოლუტურად არ მცხელა. ისეთი ჰავა და ისეთი ნიავია. აბსოლუტურად არ არის სიცხე მზეშიც კი და ჩtildeში კაი სიგრილე იქნება. აგერ აი იმ პატარა სახლზე ვიძახი ალბათ იმას აქირავებენ. ისი ამოწყობილი შეიძლება ადამიანი ამოვიდეს და დაისვენოს რამოდენიმე ღამე დარჩეს და სუფთა ჰაერით სიამოვნოს.